დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარე ლორდი დონ ტუიგი ბრიტანეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მნიშვნელობაზე საუბრობს. ლორდმა დონ ტუიგმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ ივანიშვილის საკუთარ ქონებას საქართველოზე კონტროლის დასამყარებლად იყენებს. ლორდთა პალატის წევრმა მიანიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს ოლიგარქზე ზეწოლა შეუძლია, რადგან ივანიშვილი ბრიტანეთში დიდ ქონებას ფლობს. მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება უნდა ჩამოვართვათ, ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით დისკუსიებში მივედით დასკვნამდე. საკმარისი არაა რუსული აქტივების მხოლოდ კონფისკაცია. ეს აქტივები უნდა გადავცეთ უკრაინელ ხალხს, რათა თავიანთ ქვეყანას თავისუფლება შეუნარჩუნონ და ხელახლა ააშენონ. ბატონ ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა ამას გააცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, მასზე ზეწოლა იქნება. აქ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დიდი დელეგაცია გვყავს. მეტწილად ახალი წევრები დაკომპლექტებული და ვფიქრობ, მას შემდეგ რაც აქ მოისმინეს, ისინი დაბრუნდებიან და მინისტრებსა თუ პარლამენტს ეტყვიან. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ბრიტანეთს იყენებენ სიმდიდრის მოსახვეჭად, სიმდიდრისა, რომელსაც შემდეგ თავიანთი ქვეყნის ხელში ჩასაგდებად იყენებენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და არა უბრალოდ ჩამოვართვათ ეს ქონება, არამედ გამოვიყენოთ იგი.